დღეს მივიდივართ ძალიან მაგარ ადგილას და გაჩვენებთ ეხლა სად. ამ ვლოგში კიდევ ერთ თავგადასავალზე მოგითხრობთ. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე რეინჯერებმა გადავწყვიტეთ საჯიხვეებზე და გაყინულ კანიონში გამოგზაუროთ, რომელიც გოგირდოვანი წყლებითა და სხვადასხვა მინერალებით არის მდიდარი, რაც ცხოველისთვის განსაკუთრებულად სასარგებლოა. ამიტომ ადგილი, რომელსაც ახლა გაჩვენებთ, ყველა სახეობის ცხოველს უყრის თავს. დღეს მოგიყვებით კიდევ ერთ შემეცნებით და ექსტრემალურ ამბავს. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები მუდმივი თანამშრომლობის რეჟიმშია საზოგადოებასთან. ჩვენი მიზანია, რომ თქვენ შეიტყვეთ ჩვენი საქმიანობის შესახებ, უკეთ გაეცნოთ ბიომრავალფეროვნებას, მის მნიშვნელობას ადამიანისთვის. ნახოთ რეინჯერის როლი ბუნების დაცვაში. ჩამოვიდით ხევთან და ეხლა ხევ გავუყობით გზას. მოიცა ჩვენ გადავასა დაგიჭირ. ჩაუშვით ეხლა მაღალი ჩექმები და გადავალთ მდინარეზე. ხიფათის შემცველი გზა რო არის, ცალკე საკითხია. ამ ბარდი გზაზეა. რეინჯერისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება არის ბარდი. ისეთ ადგილას რო ადიხარ, სადაც ძალიან დიდი ენერგია გჭირდება და ამას დამატებული ბარდის ფესვები. ფეხს რომ წამოყრავ და რომ გაქცევს. ყოველი გარემოს ერთ-ერთი მაჩვენებელი არის გოგირდის სურნელი და გოგირდის წყალი. და ჩვენ ვაკვირდებით ხოლმე ასეთ ადგილებს. და ახალწლებზე შეაბეს სათამაშოები. აი ხა თუ აღშეჩენე. ხო, ეს არის უთხოვრის ხე. ერთი ცალი დგას აქ. ურთხელზე ის ცნობილი ლეგენდა. თამარ მეფესთან მივიდნენ თხოვნით, რომ ურთხელის ხეები მოიჭრათ და სამასალით გამოიყენებინათ და თამარმა უთხრა, რომ ეს ხე არს უთხოვარ და დაერქვა მას შემდეგ უთხოვარი. ბიბლიაში ერთ-ერთი თარგმანის მიხედვით ნოემ კიდობანი ურთხელის მასალისგან ააშენა. ამიტომ ჩვენთვის ურთხელის ხეს სიმბოლური დატვირთვა აქვს ძალიან დიდი, გარდა იმისა, რომ მშვენიერის სანახავი არის. მცირე ბანაკი გავაკეთეთ. ეხლა აი აქ უნდა ჩავდით, ოღონდ შორი გზა ცოტა უნდა მოუვაროთ ზემოდან. აქ ჩვენი ბანაკი. ესე გავდივართ იქით. ესე? კაი. კიდევ ერთი უთხოვარი ჩასასვლელთან. აუ, ხუთი კაცი გავატარე და ისეთი კადრები გადაუღე, რომ რავი, ცოტა შემშურდა. აი ხუმრო. მაგრამ მე მიწევს ეხა სელფით გასვლა. ამ შექმებში წყალი მაინც შედის. რომც არ შედიოდეს, ისეთი ცივია, რომ გეყინება ყველაფერი. თავიდან გავზრდა გავდიოდი. გვაქვს ერთი 20 მეტრის რადიუსზე მოწყალ მასაკრა. წყაპანი დაიჯახა რა. ეს ზოვი
დაიწია დაბლა და ნაპრალი გაიკეთა, გაჩერდა. მე აქეთ გამოვედი, სადაც ღია სივრცე იყო და ზე უტყავდა იქ და მომღვალი იყო თორე სურათებიც გადაღებული. ამ ადგილზე ვარ გაჩერებული, ეს თოკი დღეს მოვახვიე, მიკა 50 მეტრიანი თოკი ჩაჭიმა, ჩავიდა დაბლა. აქედან გადავჩერები ვარ, მაგრამ უყურებდი რომ წავიდა, მაგრამ სადღაცა თურმე იქიდან ერთი 20-30 მეტრა გაიარა და იქ ყოფილა ის ყველაფერი. მე ვერ ხედავდი თვალით და ვერც ხმით აგონებ, ვერც ხედავ. არის უკვე ესეთი სიტუაცია, რომ არიცი რა კაცი ხარ, რა უჭირს ხარ. ყველგან მირეკავენ სამსახურიდან რომ დახტება, ვერაფერს ვერ ეუბნები, აი ველოდები. რაღაცა ხმები მესმის, ზვავები წყდებოდა ძმაო, გუგული გაქონა მხარი. დღის 2 საათიდან სადღაცა 4 საათამდე. რავი, აი ეს ვიჯექი და უყურებდი მარტო ამ ყველაფერს. ნელ-ნელა მე როგორც იქნა მე რაციას დაუკავშირდი. მოდივარო არ ინერგიულოა, კარგად ვარო და ნელ-ნელა ამოვარო. ეხლა გამოვიდით მე და ლუკა. მივდივართ ფოტოხაფანგთან. თავად ლუკა მოგვიყვება ამ ადგილის შესახებ და როგორი დინამიკა აქვს ამ ტერიტორიას და რა ცხოველები მოდიან. ეს ადგილი არის უნიკალური ადგილი, სადაც ჯიხვები, არჩევები, შლები, ფილმები ბინადრობენ. აგერ გამოდის გოგირდის წყალი. კარგი თვისებები აქვს ამ გოგირდის წყალს და ცხოველმა იცის საკვებად, სასმელად რა უმჯობესია და რა რო კარგია და მაგიტომ მიირთმევს ამ წყალს. რამდენიმე წელიაო უწყვეტად ხდება დინამიკაო ცხოველის რომელი წლიდან რომელ წლამდეა რომ დაყენდა კამერა და მის მერე არის ამ წლების მანძილზე 10-12 წელია ამ ტერიტორიას კამერით ვაკონტროლებ და მეებიც მოდიან, ჯიხვებიც მოდიან, მაგრამ ეხლა წელს დაფიქსირდა 4 არჩევი ერთად და ძალიან სტანდარტია. ეს სიახლე ერთგვარი. ეს სიახლეა. საჯიხვები ბუნებრივი უმაგრესი სანახაოია. შეხედეთ უბრალოდ სად ვარ. ვიდეოში რამდენად აღიქმება არ ვიცი, მაგრამ ძალიან რთული რელიეფი არის. აი დიდი სიფრთხილით გადავარდებით. ხო, აქ არის უკვე გოგირდის წყალი. თან სუნი აქვს ძალიან, მაგრამ ვიცდები რომ მაქსიმალურად გადმოგცეთ ის გარემო, რა გარემოში ახლა წამოვედით ჩვენ რეინჯერები. აი ასეთი არის რეინჯერის წესრიგი, ყოველდღიურობა რისკებით და საფრთხით სავსე, მაგრამ ყველა რეინჯერი ამას დიდი სიყვარულით აკეთებს. აი ლუკამ გაუსუფთავა ბუბეები, ახლა ახალი წყალი დაგროვდება და რომ კარგი დასალევი იქნება ცხოველისთვის. უნიკი რაღაც ცუდი აქვს მაგრამ. აი ამ ადგილას უკვე ძალიან ძაფრისუნია და უკვე აღარ არის სასიამოვნო. ფოტომახიში ვნახოთ ერთი მაგარი კადრი. რა რკა როგორი ჯანმრთელი უნდა იყოს. ძალიან დაბღვერილია და რა ვიცი, 5 ხასიათზე ეთყობა გოგირდიანი წყალი. არ მოეწონა გოგირდიანი წყალი. აი ხა ხო გაასუფთავე და ახლა გავასუფთავე და მოეწონება. ყვარებულები არიან, დღეს ვალენტინობაა და ეს ეთყობა ელოდება. აი ამაზე ქალბატონი ჯიხვი, ესე იგი შუნია და დღეს რადგან ვალენტინობაა, ერთგვარი პაემანი ქონდა. რა შეიძლება იყოს ლუკა ამ შეგრძნებებზე მაგარი. აი ამ საქმეს რო ემსახურები. ამ შეგრძნებებზე მაგარი არაფერი არ არის, რა ვიცი, ძალიან ყოფილი ვარ და უფრო მეტად ყოფილი რჩები იმით, რომ ამოვდივარ და ლამაზ კადრებს რომ ვნახულობ. ეს უშუალოდ ის პროცესი, რასაც რეინჯერი დიდი პასუხისმგებლობით აკეთებს და დანარჩენი კადრები უკვე სახლში რომ ჩავალთ, ძველ კადრებსაც აი 10 წლის წინ დავამონტაჟეთ, 12 წლის წინ რომ თქვა, იმათაც და ახლებსაც დავამონტაჟებთ ერთად და გადმოგცემთ მაქსიმალურად. აი რას ამბობდა წეგან არჩი ახალიო. ხო და ჯიხვები და არჩევები. აი ზუსტად. როგორია? ჩვენებაა, მაგარია. გავაკეთეთ თავარი საქმე, ახლა ვარგდებით და გავუყვებით სახლისკენ გზას. შეჯამების სახით რეინჯერის შრომა კოლოსალურია აი ამ სილამაზის შენერჩუნებაში. დავაფასოთ შრომა სხვა ადამიანისთან, უგადავყრით წყალში, მოვფრთხილდეთ ბუნებას, მოვფრთხილდეთ გარემოს, იმ გარემოს, რომელიც ყველასთვის საზიაროა.
ვიდეოს ბოლოს გიტოვებთ დაპირებულ კადრებს.